თემათა ციკლს მეცნიერება და განათლება. დღეს გვაქვს ჩვენ შედარებით თავისუფალი ვთქვათ თემები და აი ამ თავისუფალ თემები, რომელიც ბევრ საკითხს შეეხება, მაინც ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ ბატონი გია კვაშილავა, რომელიც არის მათემატიკის დოქტორი, ეკონომიკის დოქტორი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიური საბჭოს წევრი. დიდი მადლობა ბატონო გია მობრძანებისათვის. აქვე აღნიშნავ, რომ ბატონი გია არის ჩემი აზრით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სინერგეტიკული მეცნიერი. მე ძალიან ცოტა ვიცნობ ფუნდამენტური მიმართულების, როგორც არის მათემატიკა, პიროვნებებს, მეცნიერებს, რომელიც ღრმად ერკვევიან ისტორიაში, ფილოლოგიაში, დემოგრაფიაში და ასე შემდეგ და პირიქით სამწუხაროდ ჰუმანიტარულ დარგებს უჭირს არა მარტო მათემატიკა, არამედ მათემატიკის ესე იგი ელემენტები არითმეტიკის. ბატონო გია, დღეს არის დიდი ხუთშაბათი. მოგეხსენება დიდი ხუთშაბათი, ვნების კვირის ხუთშაბათი დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა, ვახშმობა გაუმართა თავის 12 მოციქულს. ამოვდენის სახარისებური ინტერპრეტაცია ასეთია: მოძღვარმა ჯერ მათ სათითაო დაბანა ფეხი, შემდეგ თქვა: ერთი თქვენთაგანი გამცემსო. ყველა შეწუნდა და იკითხა: ნუ თუ მე ვარო, სწორედ შენო. მან უთხრა, ქრისტემ უთხრა იუდას და ჩასჩურჩულა, ესე იგი რომელ გეგულების საქმედ ყავთ ადრე. ესე იგი დროულად გააკეთეო შენი საქმე. ბოროტ იუდა ადგა მღვდელმთავრებთან გაეშურა, ქრისტემ კი პური გაუტეხა მოციქულებს დარჩენილებს, მიაწოდა და უთხრა: ესე არც ხორცი ჩემი თქვენთვის გატეხილი. შემდეგ ვინო დაუსხა, ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთვის დამთხეული. ახლა ზოგადად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ როცა მოძღვარს მას მოწაფე სხვადასხვა, ახლა ქრისტე ღმერთიშვილი, მაგრამ ზოგადად ეს მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად სკოლის პედაგოგი, მე მაგალითად სკოლაში რომ სწავლობდი, პედაგოგი ყველა მახსოვს, ზოგი ძალიან კარგი სპეციალისტი იყო, ზოგიერთი ისე არ იყო, მაგრამ ყველა მახსოვდა, ყველას ესე იგი პატივცემდა და ასე შემდეგ. აი თქვენ როგორ იტყოდით ორიოდე სიტყვით, რომ აი იცნება მასწავლებლის და მოწაფის და ურთიერთობა მათ შორის. პირველად დიდი მადლობა ბატონო თემურ, თქვენ რომ მოგვიწვიეთ გადაცემაში. პირველ რიგში რამდენიმე სიტყვით მინდა ვთქვა თქვენი შეკითხვასთან დაკავშირებით, რადგანაც უფლის ბოლო სიტყვები ბრძანეთ, არის ასეთი ნათქვამი სალმუნში, რომ ეს მე ჩვენ ლოზუნგად გადავიტანეთ ფაზისის აკადემიის ლოზუნგად ვაქცეთ, უფალი ჩემი სინათლეა. ახლა რა არის აქ? მეცნიერება, ზე ამბობს უფალი სალმუნებში, უგალობოთ ღმერთსა მეცნიერებით. რისი თქმა მინდა ახლა აქედან გამომდინარე? მოსავლე სრულიად ემორჩილება მასწავლებელს. მასწავლებელია მისთვის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება მისი განათლება. ჩვენ საერთოდ გვავიწყდება მასწავლებლის როლის შეფასება, მეცნიერ ხელმძღვანელის როლის შეფასება. ჩვენ რასაც ვაღწევთ, ზოგჯერ გონი ადამიანებს, რომ ჩვენ თავად ვაღწევთ, არამედ ეს დამოკიდებულია სამეცნიერო ხელმძღვანელზე, მასწავლებელზე. მე გავიხსენებ ჩემს მასწავლებლებს, არაჩვეულებრივ მასწავლებლებს მყავდა გურზულ საშუალო სკოლაში, ყველანი მახსოვს დღემდე. ყველა ის მათი შრომა, ენერგია, ასევე ქუთაისის
ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში მთელი განცდებით მახსენდება ეს ყოველივე მასწავლებელი. განსაკუთრებით მეცნიერებას მინდა ვთქვა, ის რაც თქვენ ბრძანეთ, მე მახსენდება ბევრი ქართველი მეცნიერი, განსაკუთრებით მათემატიკოსები, რომლის შრომამ და ენერგიამ ჩემს გზის განსაზღვრებაში დიდი როლი ითამაშა. მე როგორც მათემატიკოსი, თქვენ ბრძანეთ როგორც ისტორიკოსი და ჰუმანიტარული მეცნიერების მოყვარული სახით, ეს მათემატიკიდან მოდის. ეს არ არის როგორც ისტორიის სპეციალობიდან გამომდინარე, არამედ ეს არის მათემატიკის ფილოსოფიისა და მათემატიკის ისტორიის მიმართ დიდი მოთხოვნილება იყო ჩვენთან მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამ მხრივ დიდ მადლობას ვეუბნები ყველა ჩვენს ლექტორებს, ზოგი ცოცხალია დღეს, ზოგი გარდაცვლილია და ღმერთმა აცხონოს ყველა. აქ მე შემდეგი გზა მინდა ვთქვა. ეს ერთია, როცა სტუდენტი ხარ და ეწაფები მეცნიერების გზაზე, მაგრამ მეორეა სამეცნიერო ხელმძღვანელი. სამეცნიერო ხელმძღვანელის როლი ძალიან შეუფასებელია, იმიტომ რომ თქვენი ცოდნის აკუმულაცია უნდა მოხდეს ერთი მიმართულებით. სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპირანტურაში ვაგრძელებდი მე სწავლას, შემდეგში მოხდა დაამთავრების პერიოდში მამა გარდამეცვალა მოულოდნელად და ეს ხელშემშლელი ფაქტორი გახდა როგორც შემდეგი ჩემი სამეცნიერო საქმიანობა რომ გამეგრძელებინა მათემატიკაში. თუმცა არ შემიწყვეტია, მაგრამ რიგი საკითხებით გამომდინარე, იქით მათემატიკური საკითხები, რომელიც იყო ძველი მათემატიკას ეხებოდა, ამებს უფრო მოვკიდე ხელი, იმიტომ რომ ხელმძღვანელი ვინც უნდა ყოფილიყო დაუშვათ მათემატიკურ ფიზიკაში, თამაზ გეგელია მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი რამდენიმე მიმართულების სპეციალისტებიც კიდევ და ფაქტობრივად როცა ხელმძღვანელი არ ყავს ბატონო თემურ, იქ ეხლა პუანკარი ყველანი ვერ იქნები. აი თქვენ გამოჩნდით მე უნდა უთხრა ქართულ ტელემაყურებლებს, რამდენად ფაქისი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ მეცნიერების მიმართ და ეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს შესაბამისი ნიჭი, მაგრამ ნიჭს სჭირდება დახმარება და თქვენ ამისი მე უნდა უთხრა ქართულ ტელემაყურებლებს, რომ მე ანალიზის თვალსაზრისით ბევრი ნიჭიერ ახალგაზრდას ვერ ხედავს, ანუ პედაგოგიური მიდგომა მეცნიერის მხრიდან აუცილებელია, მარტო ცოდნა არ არის აუცილებელი, არამედ როგორ უნდა მიუდგე, რომ შედეგზე გავიდეს ახალგაზრდა. მე მინდა ვთქვა დიდი მადლობით ბატონ თემურ ჩილაჩავას, პროფესორ თემურ ჩილაჩავას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასევე უთხრა დიდი მადლობა, რომ ჩვენ შევძელით ერთად პელაზგური ჯგუფში, რომელშიც ბატონი თემურ ჩილაჩავა, გია ფოჩხვა და მე შევძელით ის, რაც აქამდე შეუძლებელი იყო და ისიც უნდა აღვნიშნო ბატონო თემური, ის რაც თქვენ გააკეთეთ, მარტო ერთი ადამიანის ხელით ვერ კეთდებოდა, ანუ რაც თქვენ მოდელები შექმნით, ამაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ, გია ფოჩხვა, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება კომპიუტერულ ტექნიკაში და მასთან დაკავშირებული გამოთვლების სისტემაში, მე როგორც აი მათემატიკის იმ მიმართულებით, რომელზეც ვსაუბრობდით. ამიტომ ყველას მიმართავ ზოგადად. დააფასოს მასწავლებლის როლი, მეცნიერი ხელმძღვანელის როლი, იმიტომ რომ მათი შრომა, მათი ძალა მუშაობს იმისთვის, რომ ყოველი ახალგაზრდა გახდეს წარმატებული მეცნიერი და კიდევ ერთხელ ტელევიზიაში მინდა გითხრათ ის, რომ 2025 წლის 27 ნოემბერს დისერტაცია დავიცავი ბატონ თემურ ჩილაჩავას ხელმძღვანელობით და სულ ვათვალიერებ ამ დისერტაციას ბატონო თემურ და ვამბობ, რომ ეს კარგია, იმიტომ რომ ისტორიისთვის იქნება მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა. ასევე დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, 9 აპრილი, მოგესალმებათ, რომ 99 წლის 9 აპრილს მე მაშინ სოხუმში ვიყავი და ესე იგი დილით ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარების მიერ ბარბაროსულად იყო დაჩეხილი ფაქტურად მომიტინგეები, ბევრი სპერტი და შემდეგ და მე რა თქმა უნდა ჩვენ ახლა
ცალკე აფხაზეთში დიდი პრობლემები იყო, უკვე მოძრაობა იყო სეპარატისტული ადგილარა, რომელსაც ესე იგი შექმნილი იყო, რომელიც რუსეთის უშიშროების მიერ ადგილზე ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ნაწილი მოსახლეობის ნაწილი წამოვიდა თბილისში, რაღაცნაირად აქ ამბავში ნაწილი იქ დარჩა და შემდგომში უკვე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიღებული იქნა 91 წლის 9 აპრილს პირველის ნახევარზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დოკუმენტი ეფუძნებოდა 91 წელს 31 მარტს საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის შედეგებს და აღადგინა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობა მიღების თარიღი როგორც კი 91 წლის 9 აპრილი ადგილი თბილისის საქართველოს უზენაესი საბჭო. აქვე მე მინდა გავიხსენო, როცა ტარდებოდა რეფერენდუმი აფხაზეთში მათ შორის, ესე იგი 91 წლის 31 მარტს იქ ჩვენი ერთ-ერთი უბანი იყო, საარჩევნო უბანი იყო, ესე იგი სასტუმრო სოხუმი და იქ მე ესე იგი რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიყავი და ხოლო ადგილარა და სავიანსკი დვორიდან იყო ცნობილი შომინისტი, ცნობილი ისტორიკოსი, არქეოლოგი იური ვორონოვი. ის იყო, ესე იგი, ძალიან ესეთი, როგორც ძალიან ესეთი დიდი ღრმა შოვინისტი და მახსოვს უკვე იქვე ჩვენ მქონდა ახლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგ დამთავრებული რაღაცა და ვიცი ეს რუსული და მქონდა მასთან უკვე ადგილზე პოლემიკა შემდეგ, მაგრამ იმ უბანზე ესე იგი მოვიდა მაინც დაახლოებით 67% და აქედან 98-მა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს არის ბოლო ალბათ პირველი და უკანასკნელი ჯერჯერობით რეფერენდუმი, რომელიც მთელ საქართველოში ტარდებოდა ფსოუდან წითელ ხიდამდე და ამიტომ აი ის მონაპოვარი, რაც ზვიად გამსახურდიამ და ასევე დიდებულმა პატრიოტმა მერაბ კოსტავამ მოიტანეს, აი ამას ხომ არ ემუქრება ახლა რაღაცა და თქვენ აი როგორ შეაფასებდით ამ 9 აპრილს 91 წლის 9 აპრილს. მადლობა ბატონო თემურ ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ მთლიანად გამიცოცხლდა ის ბავშვობის პერიოდი, ახლა ჩემ თვალწინ, რომ ჩვენ სკოლის მოსავლეები ქუთაისიდან ჩამოვედით თბილისში 9 აპრილის წინა პერიოდებში. რაღაცა მოხდა რომ 8-ში დაგვაბრუნეს მშობლებმა რა ფუნქცია ჰქონდა მშობლებს ამ შემთხვევაში არ გვახსოვს ზუსტად, მაგრამ 9 აპრილს აქ ვიქნებოდი ჩვენ აუცილებლად ბავშვები. და ეს ემოცია, როც ვნახეთ ჩვენს პატარა ბავშვები ახლა სკოლის მოსავლებს რამდენად უნდა შეეძლოს ამის საქმე, მაგრამ ჩვენ წინ ის გაგება რა არის ქართველობა და რა არის დამოუკიდებელი აზროვნება ჩვენ იმ დღეს აღვიქვით ბავშვებმა. აი მაგალითად ჩვენ 5 თუ 6 ბავშვი ვიყავით იმ სკოლიდან. ეხლა სკოლიდან რომ წამოხვიდე ბავშვი, ისეთი ბარტილი აბავი არ არის თან სპეციალურ სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, ყველაფერი კონტროლდება და არავის არ უთქვამს ეხლა შემდეგში როცა დაბრუნდით ამაზე საყვედური არ უთქვამ. საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ იმ პერიოდში მოიპოვეს, ყოველ შემთხვევაში ცალსახად უნდა ვთქვათ, ეს ზუსტად გამსახურდეს და მერაბ კოსტავას დიდი დამსახურება. ეხლა იქ ზოგჯერ ფიქრობენ რაღაც სხვადასხვანაირს, მაგრამ ყველა მასალა შესწავლილი მაქვს მე თავად, მაშინდელი ყველა წყარო, მაშინაც რაც იბეჭდებოდა, მათი როლის შესუსტება და მათი არ დაფასება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა ნამდვილად არ გვერგება ღმერთისგან, იმიტომ თქვი რომ ღმერთი გაძლევს ამას თავისუფლებას და ეს უნდა დავაფასოთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადამიანს როცა არ აქვს მადლიერების გრძნობა, აი ამ ადამიანების მიმართ ეს ძალიან ცუდია.
სვიადგამსახურდიას და მერაბ კოსტავას დაშორებაც უნდათ. ნუ ყოველ შემთხვევაში ვიღაცები გამოდიან ტელევიზიაში რაღაცებს ყვებიან. ეს ეხლა მე ხო თავისთავად ვიცი რომ ეხლა იმ პერიოდის არა ვარ მე ღირებულებით მეგობრები და ჩვენ ღირებულებები უნდა დავიცვათ ბატონო თემურ. ჩვენ დღეს საქართველოს სჭირდება ისევ შემოზახება ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებისთვის. საქართველოს სჭირდება დამოუკიდებლობა. ჩვენ სანამ არ ვიქნებით დამოუკიდებელი, თუ ახლა ამბობენ რომ ყველა ერთმანეთზე ვარ დამოუკიდებელი, ხო მე ვერ ვასწავლიან ახლა ეკონომიკურად როგორ ვარ დამოუკიდებელი, მაგრამ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ქართულ ენაზე, ქართულ მეტყველებაზე, ჩვენ საუბრობთ როგორც საუნივერსიტეტო განათლებაზე, ეს ყველაფერი უნდა იყოს დამოუკიდებელ სივრცეში, უნივერსიტეტების დამოუკიდებელი უნდა იყოს შიგნით, აი ამ დროს მშობლიურ ენაზე, ამ დროს ჩდება სწორედ კრიტიკული აზროვნება, თუ ცალსახაზროვნება აქვს ადამიანის ერთმხრივი, ის უკვე სახელმწიფო სფერო აშენებს. ჩვენ ბევრი პრობლემები გვაქვს, ბატონო თემურ, თქვენ შეიძლება კითხვებში შეიძლება კიდევ უფრო ღრმად გააშალოთ და მე ვუსურებ ქართველებს კიდევ ერთხელ გამარჯვება მას კონდეს ქართული სახელმწიფოს შენებლობაში. დიდი მადლობა ბატონო გია თქვენ ღრმად ჩახედილი ხართ ბერძნულ ფილოსოფიაში შემდეგ ნუ ესე იგი ზოგადად ელინისტურ პერიოდში ასე შემდეგ აქ რომია შემდეგ და ქრისტეს შობამდე 53 წელს ციცერონმა ბრძანა ღარიბი მუშაობს და ღარიბდება დიდარი ექსპლუატაციას უწევს ღარიბებს. ჯარისკაცი ორივეს იცავს. გადასახადის გადამხდელი სამივეზე იხდის. ბანკირი 4-ვეს ძარცვავს. ადვოკატი 5-ვეს ატყუებს, ექიმი ანგარის წარუდგენს 6-ვეს, ყაჩაკი 7-ვეს აშინებს, პოლიტიკოსი ბედნიერად ცხოვრობს 8-ვეს ხარჯზე. აი ბოლო განსაკუთრებით ზუსტად შეესაბამება დღევანდელ საქართველოს, როცა საუბარია პოლიტიკოსი, ნუ იგულისხმება ის პოლიტიკოსები, ამ ჭყალებში პოლიტიკოსები, რომელიც არიან საჭესთან და მართლაც ბედნიერად ცხოვრობენ 8-ვეს ხარჯზე. ახლა მე მაგალითად ნუ არ ვიცი, როცა შენ მიდიხარ პატივი მიაგო, რა თქმა უნდა, 9 აპრილს დაღუპულებს და კირდება დაცვით მისვლა პოლიციით. ეგ რა არის? მე ასე ვიცი, რომ ევროპის თითქმის ყველა პრეზიდენტი, კანცლერი თუ სხვა თანამდებობის პირი, ან ველოსიპედით დადიან, ცხადია დაცვაზე რომ უთხრა ვინმეს, ვერ გაიგებს, რატომ ჭირდება დაცვა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. ახლა ჩვენ კიდევ შევეხებით, მაგრამ რადგანაც მეცნიერება და განათლება, ჩვენ ზოგადად უნდა მაინც შევეხოთ, ეს აქტუალური თემა არის მეცნიერების და განათლების რეფორმა. ბატონ გია, თქვენ იცით, თქვენ ბევრ ადგილას მუშაობთ, მეცნიერი ხართ მოქმედი, ეს მუშაობთ, კიდევ ბევრი სხვა არის, ვინც მუშაობს და ხედავს, რომ საქართველოში მეცნიერებისა და განათლების განსაკუთრებით, ნუ ორივე როგორც უმაღლესი, ასევე საშუალო განათლების და შესაძლებელია სკოლამდეების რეფორმა საჭიროა. თუნდაც იმიტომაა საჭირო, რომ სამწუხაროდ ზოგიერთ უნივერსიტეტში, ესე იგი, რაღაცნაირად არსებობს მათემატიკურ მოდელირებაში კურასაოს მოდელი, გვარია, ეს იაპონელი მეცნიერი იყო, რომ თუ გინდა შენ მოცემული დაუშვათ, თქვათ, ესე იგი, ორგანიზაცია, თქვათ, სკოლაში დაეცეს დონე, ზოგადად მასწავლებელთა 2/3-ს რომ მიაღწეს არაკვალიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა, ბატონ გია, ის 1/3 კვალიფიცირებულიც დადის ცოტა ხანში არაკვალიფიცირებულს. შესაბამისად, როცა მოხდა განსაკუთრებით 2006 წელს, ანუ 7 წლიდან, 2006 წელი იყო ბოლო წელი, სადაც სამეცნიერო ხარისხის დაცვა შეიძლებოდა როგორც სადოქტოროს, ასევე საკანდიდატოს, 2007 წლიდან
ბატონ ლომაია იყო განათლების მინისტრი, ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში მეცნიერებისა და განათლების დანგრევისა, მან გაუქმა სამეცნიერო ხარისხი, შემოიღო აკადემიური ხარისხი და იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტებში ბატონო გია ისე ვთქვათ გამარტივდა მოცემული ხელისუფლებისთვის, მაგალითად სააკაშვილის დროს სააკაშვილი ჭირდებოდა თავისი ესე იგი ემისრები სკოლებში, უნივერსიტეტებში, რექტორებად, სკოლაში დირექტორებად, შემდეგ სასწრაფოდ ხდებოდა ამ ესე იგი ეგრეთ წოდებული კომისრებისათვის სამეცნიერო ხარისხების გამოცხობა, უბრალოდ აკადემიური დოქტორის ხარისხების გამოცხობა. ეს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა დღევანდელმა ხელისუფლებამ და ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სახელმწიფო უნივერსიტეტში სტახანოვის დაზგა იყო შექმნილი იმისათვის, რომ პარლამენტში მждომი, ან მთავრობაში მждომი ესე იგი მინისტრების ან პარლამენტარებისათვის თავის CV კურიკულუმ ვიტაეს გასაძლიერებლად აქ გამოცხობა ხდებოდა ხარისხების. მე შემთხვევით ერთი კვირის წინ ნახე ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სხვათა შორის კერძო უნივერსიტეტში, ვთქვათ ასე დაცული დისერტაცია და რომ გადავფურცლე PDF-ი იყო, მგონი 55 თუ 58 გვერდი იყო და რომ გადავფურცე ავტორები რატი მე ახლა საკანდიდატო სადოქტორო მაქვს დაცული ჩემი ხელმძღვანელობით როგორც ბატონ გია კიდევ 9 დაიცვა ასევე სადისერტაციო საბჭოს წევრი ვიყავი 15 წელი და არ მინახი ავტორები რატი სადაც მითითება ყოფილიყო სად გამოაქვეყნა სტატიები მოთხოვნა იცით 3 არის მოთხოვნა მინიმუმ ან აპრობაცია მინიმუმ იქაც 3 სად გაიარა ახლა ის კერძო უნივერსიტეტი რომელიც ასეთ დისერტაციას ანიშნებს და ეს მართლაც ესე იგი ან დასახური ან რაღაცა და ამ შემდეგ და ამიტომ აი თქვენ ზოგადად ჯერ როგორ მიგაჩნიათ ბატონ გია მეცნიერების და ესე იგი ჩვენ მაინც შევეხოთ უმაღლესი განათლების რეფორმა საჭირო არის თუ არა და თუ საჭიროა ვინ უნდა ჩაატაროთ ვინ უნდა მოამზადოთ ძალიან მადლობა ბატონო თემურ ასეთი შეკითხვისთვის უპირველესად მეცნიერი რას ქვია აი აქედან დავიწყოთ განსაზღვრებით ჩვენი რომ ტელემაყურებელმა შეიძლება საერთოდ ეს ცნება ვერ გააიგოს სათანადოდ ყველა დაცულ ხარისდაცულ ადამიანს მეცნიერს ვერ ვუწოდებთ პირველ რიგში ასე თუ ისე განსაზღვრელად ჩვენ გვაქვს სამეცნიერო სტატიები ყოველ წელიწადში მინიმუმ 3-ს მაინც უნდა აქვეყნებდეს ან 2-ს მეცნიერი მოქმედი მეცნიერი ამას ქვია მეორე ის არის რომ მას უნდა ქონდეს ციტირების ინდექსი ეს კომპიუტერულ ტექნიკამდე ჩვენ ამის შესაძლებლობა არ ქონდა დღეს მე უნდა ვუთხრა ქართულ ტელემაყურებლებს Google Scholar რომ ავიღოთ Scopus-ი და Web Science არ გეუბნები შეგიძლიათ Google Scholar-ში ჩაწეროთ მოძებნოთ ჩაწეროთ სახელი და გვარი რა თქმა უნდა ლათინური ასოებით მაგალითად ამ შემთხვევაში გიაკვაშილა ვაიჩიეთ ან ბატონ თემურ ჩილაჩავა ხო ან სხვა ნახეთ და შეადარეთ აქ თუ არა პროფესიონალური გამსაზღველი ინდექსი ციტირებისა ახლა ზოგი იტყვის ბატონო თემურ მე კარგი სამეცნიერო სტატიები მაქვს დაბეჭდილიო მაგრამ სხვა არ იმოწმებსო ეს მინუსი რატომ არის ეს მინუსი არის თავად უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებული რომელიც არ არის რეგისტრირებული საერთაშორისო მასშტაბით ამიტომ სახელმწიფო უნივერსიტეტმა უნდა გამოყოს ფული ამ ჟურნალის რეგისტრაციისთვის და სათანადო იმ სისტემაში ჩასვლისთვის ჩართავ ერთ წუთს ესე იგი მაგალითად მე გახლავარ სხუმ აფხაზეთის ფესტივალის აკადემიის პრეზიდენტი ბატონი გია წევრი აკადემიის აკადემიურ საბჭოს წევრი და ჩვენ ვცემთ პროსიდინგებს ანუ ნაშრომებს და წელიწად ესე იგი როცა ჩვენ ვაქვეყნებთ წელიწადში ერთი ნომერი გამოდის უკვე ვამზადებთ 26 ნომერს ჩვენ დაახლოებით გვაქვს ორგანიზაციასთან დადებული მემორანდუმი რომლის თანახმად როცა ჩამოყალიბდება ნომერი სადაც არის პირობითად 15 სტატია
თითო სტატიაზე 20 ლარს იხდის, ავტორი ან ჩვენ ერთად და როგორც კი დავდებთ შესაბამისი წესით, უკვე მეორე დღეს ის აირეკლება გუნდსკოლაში. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის მეცნიერი უნდა აირჩიეს წამყვან მეცნიერად, სრულ პროფესორად, ასოცირებულ პროფესორად და ასე შემდეგ. აქ არაფერი ზედმეტი ჩარევა გარედან ან შიგნიდან არაფერი არ დაჯერდება. ეს ნათელია, ყოველად შეგვიძლია კონკურსი გაიმართოს, თუ ასეთი კონკურსი იქნება საერთოდ საქართველოში, ჯერ კონკურსი არ გამართულა ასეთი ხაზით, ხო, არ გამართულა, მე ამას ვუწოდებ ბატონოდებულ რეფორმას. ეს არის რეფორმა მარტივად, ცალსახად ყველასთვის დასანახია, ვინ უნდა იყოს. მაგალითად, მე ხლა ვიტყვი ჩემ თავზე. მაგალითად, მე რამდენიმე შრომა მაქვს გამოქვეყნებული, რომელიც Google სკოლაში არ აიცახა, ეს ჩემი პრობლემა არ იყო, ეს არის ჟურნალის პრობლემა. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ იმ ჟურნალში აღარ დაბეჭდა ამ სამეცნიერო ნაშრომს. როცა დაახლოებით 1/90-მდე სამეცნიერო ნაშრომი მაქვს. ახლა უნდა ვთქვათ, თუ ამ მიმართულებით სახელმწიფო ეცდება, რომ მეცნიერების რანგს, ანუ განსაზღვროს მის ციტირების ინდექსით, როგორია მეცნიერი, აი ასეთ მეცნიერს ვუწოდებთ ჩვენ მეცნიერს მოქმედს. და ასევე ეს მეცნიერები უნდა კითხულობდნენ ლექციებს უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, საჯარო ლექციებიც აუცილებელია. ასეთი მეცნიერი, რომელსაც აქვს გამოცდილება პლუს პედაგოგიური, უნდა იყოს რექტორი. სხვა შემთხვევაში მე ფიქრობ, რომ ეს არასწორია და ასეა. და ის არასწორად მიმდინარეობს უნივერსიტეტების განვითარება და თქვენ დაასახელეთ კერძო უნივერსიტეტებსაც ძალიან ეხება ეს. კერძო უნივერსიტეტებს უნდა მოუჭიროს სახელმწიფომ სათანადოდ, უნდა მოთხოვოს ის სტანდარტი, რაც ევროპაში არის ხარისხის დაცვის დროს. არა მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტებს, არამედ კერძო უნივერსიტეტებს. თუ რამე კიდევ დასამატებელია, მარტივად მინდოდა მე თქვა ტელემაყურებლისთვის, განსაზღვროთ თავად ჩვენ ვინ არის მეცნიერი. კი ბატონო, ძალიან სწორია, იმიტომ რომ მე რასაც ვთქვათ, ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად სახელმწიფომ უნდა ვთქვათ ასე მოუჭიროს სადოქტორო პროგრამები უნდა იყოს იმ დონეზე გადიოდნენ აკრედიტაციას, რომ სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი უნდა იყოს საერთაშორისო დონის მეცნიერი. უნივერსიტეტი უნდა ერქვას იმ სასწავლო დაწესებულებას, სადაც მინიმუმ 5 სადოქტორო პროგრამა არის. როგორ შეიძლება სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი იყოს პიროვნება, რომელსაც ესე იგი ციტირება აქვს დაბალი ან საერთოდ არ აქვს და აქვეყნებს სტატიებს რაღაცა შიდა, ვთქვათ რაღაცა ესეთი შიდა მოხმარების როგორც იტყვიან ჟურნალებში. ახლა ბატონო გია, როცა რეფორმაზე იყო საუბარი ევროპის წამყვან ქვეყნებში, ეს როგორც არის საფრანგეთი, ნიდერლანდები, ასევე ვთქვათ ფინეთი და შემდეგ ცნობილი სკოლები ეგ მათ შორის უმაღლესი. იქ 2-3 წელი იყო მსჯელობა, მსჯელობდნენ არა პოლკოვნიკები პოლიციის, ან დაუშვათ ჯარის უბრალოსები, არამედ დარგი სპეციალისტები, სინერგეტიკული მიდგომა იყო, იქ ესე იგი პლუსები, მინუსები, დაუშვათ იქ ერთდროულად მრავალწახნაგიდან ეკონომისტები, იურისტები, მათემატიკოსები, მოცემული პროგრამის, უნივერსიტეტების გაერთიანების რა პლუს არის. ამის შემდეგ მართლაც ღებულობდნენ გადაწყვეტილებას, რამოდენიმე ინსტიტუტი შეუერთეს სორბონას, ამ შემდეგ და დადებითი იყო. მაგრამ ახლა აღმოსავლეთ ევროპაში, მაგალითად სერბეთში იყო რეფორმა, ასე ძალით ზემოდან დაშვებული რეფორმები და ამან მიიღო უკვე ესე იგი შედეგი. ახლა ჩვენ თავაზობენ, რომ 12 წლიანი გადავიდესო 11 წლიან სწავლებაზე, ჯერ საშუალოს ვეხებით და თან მე-11 წელი იყოსო რეპეტიტირებული. ფაქტურად, რეალურად ჩვენ გვეუბნებიან, რეალური სწავლა იქნება 10 კლასშიო, 10 წლის განმავლობაში, ხოლო მე-11 კლასში თუ გადაწყვიტა აბიტურიენტმა, რომ უნდა მათემატიკა, რაღაცა ან კომპიუტერ საინსი,
ის მას ექნება საგნები მხოლოდ მათემატიკა, ნუ ალბათ ფიზიკა და ქართული ენა და უცხო ენა, რომელიც ჭირდება. თუ ჰუმანიტარი მე-11 კლასში უკვე მას საერთოდ არ ექნება მათემატიკა, რა ძალიან ცუდია. ის იყო სხვათა შორის საკმაოდ დადებითი, რომ ცენტრში როცა იყო ესე იგი გამოსდა ზოგად უნარებში არ შეიძლება ადამიანი ირიცხებოდეს თუნდაც ჰუმანიტარულ სპეციალობებზე, განსაკუთრებით იურიდიულზე, სადაც ლოგიკა ჭირდება ადვოკატს, პროკურორს, გამომძიებელს და ასე შემდეგ. და ზოგადი უნარის ამოღება, ჩემის აზრით, დიდი შეცდომა იყო. ანუ გადასვლა 11 ან 10 წლიან სწავლებაზე, ჩემის აზრით, ყოველად გაუმართლებელია. ის არგუმენტი, რომელსაც ბრძანებს ერთ-ერთი ავტორი ამ მის რეფორმის, პოლიციის პოლკოვნიკი, ის საუბრობს, რომ მე-11 კლასში იმიტომ არ მინდა, რომ იქო მაინც ბავშვები არ დადიოდნენ. თუ ასე იყო არ დადიოდნენ, ეს ადმინისტრირების ბრალია და შესაძლებელია პროგრამები ბევრ საგანში არ იყო ისე დატვირთული მე-12-ში. ეს საკითხია, მაგრამ იმის ამოღება თან, რადგანაც ჩვენ ბოლონიის პროცესში ვარ და ევროპას უნდა ესადაგებდო და ჩემის აზრით დიდი შეცდომა. ასევე დიდი შეცდომა არის ველგან 3 წლიანზე გადასვლა, თითქმის ყველგან. შეიძლება ზოგიერთ სპეციალობაზე, სამართალმცოდნეობაზე 1-2-ზე კიდევ შესაძლებელია ბაკალავრიატის, ჩავატიოთ 3 წელიწადში, მაგრამ მათემატიკა, კომპიუტერ საინს, ბიოლოგია, ქიმია, ასე შემდეგ, ქართული ლიტერატურა, ისტორია, შემდეგ აქ აუცილებელია 4 წლიანი. შესაბამისად, აი ეს მოფიქრებული არ არის. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ჩვენ როგორც ექსპერტები, როგორც ამ სისტემაში დაგვიჯერეთ, რომ ჩახედილი ადამიანი ჩვენ არავის ის არა, უბრალოდ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროგრამა, ეს რეფორმა არ არის მომზადებული, ამიტომ ის უნდა გადაიდოს მანამდე ექსპერტების დონეზე ჩართულობით ყველა მიმართულების ექსპერტიც კარგად შემუშავდეს და ერთად შეჯერებული ვარიანტი მერე გამოვიტანოთ მომავალში საქართველოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს რეფორმა დაემსგავსება იმას, რაც დღეს ესე იგი სამწუხაროდ ესე იგი პროფესორები რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ახლა ბატონო გი, აი უყურეთ რა სიტუაცია არის. ეს რეფორმა განსაკუთრებით უმაღლესში ფაქტურად ეხება მინიმუმ ჯერ პირველ ეტაპზე 19 სახელმწიფო უნივერსიტეტს. ახლა 19 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თითო ოროლა შეიძლება ითქვას არ დაზარალდა და მე მიხარია მაგალითად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არა მარტო არ დაზარალდა, ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ერთდროულად არის მედიცინა სპეციალობა, სამართალმცოდნეობა, მეორეს, დანარჩენი ყველა სპეციალობა, ტურიზმი, მათემატიკა, ყველა კარგია ეს. მე მიხარია პატივცემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მაგრამ დანარჩენი უნივერსიტეტები და როცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ასეთ ნორმალურ კარგ მდგომარეობაში აღენებ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში მთავარი, ესე იგი, დაწესებულება და საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ჯერ მოქმედებს საბედნიეროდ, იქ აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია და ამიტომ მის მიმართაც უნდა განხორციელდეს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ უნდა შეხებოდეს ეს. ბატონო გია, როცა 12 თებერვალს გამოაცხადა ბატონმა გივი მიქანაძემ, რომ მიიღება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ 24 პროგრამიდან მხოლოდ ერთზე იქნება აფხაზური ფილოლოგია და დანარჩენ 12-ს კიდევ სხვა ახალ პროგრამები, რომელიც დღემდე აკრედიტებული არ არის, მაგრამ მიიღება გამოცხადდა სამასწავლებლო პროგრამებზე და არც ერთ სამაგისტრო პროგრამაზე 18-დან მიღება არ იქნება, 215 კაცი ვარ შტატში არჩეული კონკურსით.
დაახლოებით საათობრივი ანაზღაურებით წესით კიდევ დაახლოებით 100-120 კაცია. პლუს მათი ოჯახის წევრი. ეს იყო უდიდესი შოკი, რომელსაც მე შევადარებდი 93 წლიდან 27 სექტემბრამდე, მაგრამ იქ ხედავდით, რომ მტერი მოდიოდა რუსეთი, ბომბავდა ყველანაირად. თვითმფრინავებით, გემებიდან და აი დანარჩენი ყველანაირად, მაგრამ აქ აი ამ სტრესში ჩვენ ჩაგვაყენა უკვე ხელისუფლებამ და თქვენ როგორ შეაფასებდით აი ეს მიმართებაში ჯერ აი სოფლის უნივერსიტეტთან და ამერიკა ვარცელოთ სხვა. უპირველესად მე საერთოდ ამ ამბავს სანამ გამოაცხადებდნენ, მე ვამბობდი რომ ჩემს შეხედულებებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ უნდა შეეხნონ, ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი. და მეორე აქვე ვამბობდი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მინდა დაუბრუნდე ახლა სრულად. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მე დარწმუნებული უნდა ვიყო იმაში, რომ და კიდევ ვიფიქრებ იმას, რომ ასეთნაირად თუ შევეხეთ ჩვენ, სულიად გაქრება. და მინდა ვიფიქრო იმაზე, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართულ ხალხს დავაჯერო, რომ აუცილებელია არა მარტო იმ პროგრამების ბატონო თემურ, რაც აქამდე მუშაობდა, არამედ სამედიცინოს მიმატებაც აუცილებელია, იმიტომ რომ შესაძლებელი მალე შეიძლება გაჩნდეს პოლიტიკური ცვლილებები ბევრი შეიძლება მოხდეს, ჩვენ არც ველოდებით რაღაცებს და დაბრუნება რომ მოხდეს, ამას ჩვენ ვერ აღვადგენთ. ვერ აღვადგენთ, იმიტომ რომ ეს პოტენციალი დიდი ხნის განმავლობაში ბატონი ოთარ ჟორდანიას თქვენი მეთაურობით ეს კეთდებოდა და ეშრომა დიდი ჯაფა და ენერგია არის დახარჯული, დღე-დღე მუშაობდით, ამ ხალხს მოწვევა ჭირდება, შრომა ჭირდება, ასე სასწავლებელი შენობა არ არის ბატონო თემურ. სასწავლებელი არის პროფესიონალი. ახლა გეტყვით მე, თემისტიოსი 317-ში დაბადებული კაცი, 354 წელს ახალგაზრდა ეუნება თქვენ სასწავლებლად, მოკლედ რომ თქვა, ეხლა მთელი ტექსტია ის 34 გამოსვლის სიტყვა, ეუბნება თქვენ კი ათენში კი არ უნდა ისწავლოთ, არამედ ფაზის აკადემიაში. ანუ ის ამბობს ხაზგასმით, რომ თქვენ უნდა მისდიოთ პროფესიონალს, ოსტატს, მასწავლებელს, რომელიც არის ძალიან დახელოვნებული და იქ უნდა ირჩიოთ და არა შენობა, განთქმული ადგილები და ასე შემდეგ. პირველ რიგში უნივერსიტეტი არის პროფესურა. წამყვანი მეცნიერები. მისევ კიდე დაუბრუნდები იმას, რომ ციტირების ინდექსი რამდენ ხნის გამოცდილება აქვს პედაგოგიურ მოღვაწეობაში და ასე შემდეგ. აი ესე უნდა განისაზღვროს უნივერსიტეტი. არის თუ არა იმის სოხუმის უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ დარგის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები არის. ამიტომ ამისი ესე იგი შემცირება ხელოვნურად ეს არის ძალიან ცუდი. რა შეიძლება შევადაროთ ეს? წარმატებული უნივერსიტეტში წარმატებული პროგრამები, რომელიც არის მათემატიკა და სხვა დარგის, ერთიანად მომსწორკაცო. არამედ პირიქით სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს თუ რომელიმე დარგი წარმატებულია, კიდევ მეტი დაახარჯოს ფული, ასე ხდება ევროპაში, ასე ხდება ამერიკაში. წარმატებული ქვეყნები სწორედ ამ რიგით ხდება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მე ვითხოვ კიდევ ერთხელ, ისევ უნდა დაუბრუნდეს ის ყველა პროგრამა და კიდევ ვიტყვი იმას, რომ თუ აკრედიტირებული არ არის პროგრამები, ეს შეცდომაა, რატომ უნდა მივიღოთ ჩვენ იმ პროგრამით ახალგაზრდები, რომელიც აკრედიტირებული არ არის. ეს არ შეიძლება. ამიტომ მე ფიქრობ, რომ ღვთის ძალით ეს ყველაფერი შეიცვლება და ისტორია ჩაბარდება, ხელოვნური ჩარევა გარედან, არამედ უნივერსიტეტი უნდა იმართებოდეს შიგნიდან, უნივერსიტეტს უნდა ყავდეს სათანადო ხელმძღვანელი, დარგის სპეციალისტი, ამ უნივერსიტეტის გამოცდილებაში მყოფი და ასევე აკადემიური საბჭო შესაბამისად. თუ ასეთი დამოუკიდებელი არ იქნება უნივერსიტეტი, მაშინ ჩვენ ნებისმიერ დროს ამბობს უფალი, თქვენ აღაშენეთ ეკლესია სალკლდეზე, აი ესე უნდა აშენდეს უნივერსიტეტი, სალკლდე არის პროფესურა, რომელიც მაღალი რანგის მეცნიერები არიან, ესე იგი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და ამ ხრივ უნდა გატარდეს რეფორმა, მე რეფორმის მომხრე ვარ, მაგრამ
შიგნიდან უნდა იყოს ეს მადლობა ბატონო გია, მე ასევე მინდა როგორც სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი გამოყენეთ მათემატიკის მიმართულების კათედრის გამგე 1990 წლიდან დიდი მადლობა ვუთხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ქალბატონ ცირა ბარამიძეს, ცნობილ ექსპერტს პროფესორ მანანა ნიკოლაიშვილს, ასევე ქალბატონ რუსუდან თევზაძეს იმ ძალიან კარგი ექსპერტული დასკვნებისათვის და იმ სახელმწიფოებრივი პოზიციისათვის, რომლებსაც ისინი დაუღალავად ამჟღავნებდნენ. ასევე მე მინდა აფხაზეთის კვირს დიდებული ოჯახი წარმოადგენელს მებრძოლ პოლიტიკოს ადამ არშანიას მივესალმო, მან თქვა მე რომ ვიბრძიო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს რომ შენარჩუნდეს როგორც კლასიკური სპეციალობების უნივერსიტეტი ასე შემდეგ, ეს ჩემი ვალდებულება არისო. ეს ძალიან სწორად ნათქვამია. აქ ქალბატონ ვაჰადას მე სპეციალურ მადლობას არ ვეუბნები, იმიტომ რომ ის თუ იცავს იმას, რით სუნთქავს, ანუ აფხაზეთს. ახლა ბატონო მადლობა მას და სხვებსაც მოუწოდებ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოდან არიან კიდევ იქ ესე იგი დეპუტატები, რომლის სახპოზიციებზე არიან, მაგრამ არიან სამწუხაროდ ისეთი დეპუტატები, რომლებიც ესე იგი როგორც ჰეროსტრატე, რომელმაც აფეთქა ისა ხო დაწვა, ესე იგი თავის ფაკულტეტის და თავის კათედრის დაწვას, ანუ გაუქმებას უჭერს ხარს. ესეთი მე პირველად ნახე. პარადოქსია, ესეთ პირველად ნახე. ახლა კიდევ რა არის ბატონ გია? ახლა მე მოხდა, ახლა მე რა თქმა უნდა დამთავრებული მაქვს მაგ პერიოდში საბჭოთა კავშირში საუკეთესო იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ ევროპაშიც განსაკუთრებით ზუსტ მეცნიერების დარგში ხუთეულში შედიოდა, კემბრიჯ, ოქსფორდი და სორბონას. მექანიკა მათემატიკის დიახ, ძალიან ეს ნაღდათ ასეა. მაგრამ ახლა გონი აპრილის ბოლოს თუ მაისის დასაწყისში თბილისში ტარდებაო რუსეთის დღევანდელი რუსეთის ექსასი უნივერსიტეტის გამოფენა, ანუ რეკლამა, სადაც ისინი მოუწოდებენ ესე იგი ქართველ ახალგაზრდებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომ უფასო სწავლება იქნებაო ექსას უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. მე ახლა ზოგადად ჩემ დროს არ იყო ამის საშუალება, თორემ მე და ჩემზე უფრო ნიჭიერები კომაროვიდან, სხვა იმიდან, ქუთაისიდან წავიდოდით ალბათ ოქსფორდში და კემბრიჯში, იქაც ჩავაბარებდით, კაცო, თვად ის არ ვიყავით, ხო? მაგრამ არ იყო ამის საშუალება, ამიტომ იმაშორე დაუშვა. ანუ არ იყო საშუალება კი არა, არამედ ვერ გაგიშვებდნენ. ვერ გაგიშვებდნენ, ხო, და იქ ისი საშუალება იყო ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტში. მე მინდა თხოვო ქართველ მშობლებს, არა ქართველ მშობლებსაც საქართველოსთან. მიუშვებთ შვილებს რუსეთში, რატომ? ინფორმაცია ახლა ჩვენც ხანდახან დრო როცა გვაქვს, усმენთ რუს ბლოგერებს ხვებს და რა ყოფილა? რადგანაც შესავსებია ის სადარბაზე ესე იგი უნივერსიტეტის არა ის ნომრების რაოდენობა უკრაინაში რუსეთის მხრიდან ესე იგი სტუდენტთა 2%-ს უკეთებენ რეკრუტიზაციას საომრად უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისად, არავის არ უნდა, ხო, ბუნებრივია, ახლა არც რუს უნდა წასვლა საომრად იქ ახალგაზრდა მიზიმედეს, არც სხვა სექტორება. და მოვიფიქრებიათ, რომ რადგანაც არავის არ უნდა ნიშნების მიხედვით, თუ ხარ ხუთოსანი დააგტოვებენ ბროლი, 4-ოსანი 60-ს უშვებენ. და აქო მითითება პროფესორებისთვის, ახალი პროფესორები უმრავლესობა ხარ რუსეთში არიან, როგორც რუსეთის პატრიარქი, ასევე სინოდის წევრები დიდი ნაწილი მომხრეა ომის უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის ამოწყვეტა უნდა და ამ პროფესორების დიდი რაოდენობას იგივე უნდა. ეს პროფესორებს ეუბნებიან, დაუწერეთო დაბალი ქულები, რომ მეტი საშუალება იყოს. თხოვთ ქართველებს, არა ქართველებს.
ნუშვებს სასწავლებლად შვილებს რუსეთში. მე გვიან იქნება. თუ არის საშუალება გააქვთ ისწავლონ გერმანული და თუ მაინც საქართველოში ჯობია საქართველოში ისწავლონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან ძლიერია თავისუფალი უნივერსიტეტი მაგრამ თუ მაინც უცხოეთი უნდა გერმანული ისწავლონ კარგად და უფასოა სწავლება თუ ჩააბარებ გერმანულს და ასევე სხვა უნივერსიტეტში უბრალოდ ევროპაში სხვაგან უფრო ფასიანია სწავლება გერმანიის გარდა. ამიტომ ბატონო გია თქვენ ახლად დღეს თუნდაც ჩვენი დიდებული ილია ვეკვას 120 წელი მოდის მალე მომავალ წელს და მის დაარსებულ ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტში ბარელიეფიც არის მაგრამ დღეს მე არ ურჩევ არც ნოვოსიბირსკის არც მოსკოვის არც პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებს იქ სწავლა რადგანაც არის საშიშროება იქიდან ძალით წაიყვანონ საუბრად უკრაინის წინააღმდეგ თქვენ აზრის ახალ ეს ნაღდი ინფორმაცია ბატონო თემურ ჩვენ ერთად ყოფილვართ კონფერენციებზე განსაკუთრებით მათემატიკის საერთაშორისო კონფერენციებზე ჩვენ ხო ვიცით და საზოგადოებასაც უთხრათ რომ ძალიან მაღალი რანგის მეცნიერები რუსეთიდან ყველა ევროპაშია წასული ეს ხო ვიცით მათემატიკოსზე იმიტომ ანაზღაურებაზეა დამოკიდებული ძვირფასო ვინც მეც გადაუხდის ხო ეს ეკონომიკური თეორიის ძალიან საწყისებია იქ მიდის პროფესიონალი თუ პროფესიონალი არ არის დარჩენილი რუსეთში განსაკუთრებით ასეთ მაღალი რანგის მეცნიერები მაშინ იქ სწავლას რა აზრი აქვს ხო რა აზრი აქვს ეს ერთი მეორე მეცნიერება არ ისწავლება ბატონო თემურ თავისუფლების გარეშე აი ამას ისევ მეორე თემისტიოსისა და მარკენ ფაზისელის სიტყვებიც გვეუბნება რომ თუ მეცნიერი თავად არ არის წამყვანი მეცნიერი ან ოსტატი თუ არ არის თავისუფალი ის ვერ აღზრდის თავისუფლად თავის მოსავლეს და მეცნიერებაში განსაკუთრებით თავისუფალი ხედვა აუცილებელია ეხლა ეს რაც თქვენ გააჟღერეთ პირველად მესმის ეს ინფორმაცია მე არ მაქვს ну არც ვიცოდი თქვენ გაგებულობ ეხლა პირველად შეიძლება ეს ასეთი დაშვება იყოს და თუ ეს დაშვება ნამდვილად ასეთია მაშინ ქართველებმა ძალიან ფრთხილად ვიმოქმედოთ იმ ხრივ რომ მე რამე თქვა აქ ბევრმა შეიძლება ვერც გაიხსენოს რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველი კაცის დაარსებული ბაგრატიონის და ну ერთ პერიოდში მე სტატიაც დავწერე 55 წელს დაარსდა ხო და იქ ბარელიეფში ერთ პერიოდში ბევრი მიმტკიცებდა რომ იყო წარწერა და მე თავად როცა ვიყავი ის ბარელიეფი ერთ პერიოდში ჩამოხსნილი იყო მე როცა ვიყავი არ იყო ყოველ შემთხვევაში ეს ამის თქმა რისი თქმა მინდა რუსეთში განსაკუთრებით რა თქმა უნდა ჩვენ გადაბულები ვართ კულტურით კირილ მეორე საზაგლიშვილის წიგნი წაიკითხონ რუსეთის კულტურულ ისტორიაში ივერიის როლისა და რამდენი რამ აქვს გაკვეთებული საქართველოს რუსეთის წინაშე მსგავსი 20% გაეკეთებინა დიდ რუსეთს ჩვენთვის მაშინ კარგად ვიქნებოდით ну ყოველ შემთხვევაში ვიტყვით რომ ავტოკეფალია ჩვენ გავუქმებული გვაქვს სწორედ რუსეთის ხელით და ის რიგი რომელიც ჩვენ გვეკუთვნის მეხუთე დღეს არ გვაქვს ისევ მეექვსეზე ვართ ამის გარდა სხვა ბევრი რამე ჩვენს ისტორიიდან წაშალეს აი კრემლის ისტორიაზე მინდა ვთქვა ახლა რა გვყვები ახლა ამ ამბებს იმ დრო თუ ჩვენთან თანამშრომლობას აპირებს და უნდა რომ საქართველოს როგორც ну ასე გამოდის რომ რუსეთი დედა იყო ხოლო საქართველოს мама რომ მამაკაცური გავლენები ძალიან ბევრი იყო ну შეიძლება ეს გაიღნოს საზოგადოებას მაგრამ არა მარტო ამითი არამედ მეცნიერებით კულტურით ის ძალიან დიდ ხედავდა და ბევრი რამე ყავდა პოლონეთმა ეს ვერ შეასრულა გერმანიამ ვერ შეასრულა სხვათა შორის ახლა თუ ამ კუთხით გადავხედავ სამეფო კარები ერთმანეთზე იყო დაქორწინებული სანამ საქართველოს მხრიდან არ მოხდა ეს ჩვენ ასეთი ვალდებულება კი არა გვაქვს არამედ ღმერთმა შეკვრა მაშინ იმან იგივე მადლიერებით უნდა გამოხატოს შენს მიმართ და ტერიტორიების წართმევა ჩვენ ახლა ყოველ შემთხვევაში წართმეული თურქეთისგან გვაქვს ადრეულ პერიოდში ისევე რუსეთის პრობლემებიდან გამო მოხდა ჩვენ ტერიტორიების დაკარგვა ну ჩვენი პრობლემებიც იყო მაგრამ ახლა ნამდვილად აფხაზეთი და ოსეთი ჩვენ შემადგენლობაში
არ არის, ანუ მე ვამბობ სამარშალოს გულისხმობ ახლა. ახლა რისი თქმა მინდა აქ ბატონო თემურ, მოკლედ ვიტყვი, რომ ლომონოსოვიძეს ქართველებმა ესე იგი შექმნეს მოსკოვი. თუმცა ამის დაწერა მას ძალიან უჭირდა, მოსხი ტერმინიდან მოდის მოსკვა. მისი დაწერა ძალიან გაუჭირდა, იმიტომ რომ წინადადებას ისე აგებს, რომ მაგრამ ბერძნული, ლათინური და შემდეგი წყაროები, რომელიც არის პოლონური, ძველი რუსული ტექსტები, საეკლესიო ტექსტები ამას ამბობს. ეხლა მე მოსკოვის ტოპონიმიკაზე სხვა შეხედულებაც რომ არის, ესეც ვიცი, ფინურთან მოკავშირეებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მაინც არის. რატომ არ ჟღერდება? თუ იმას სურვილი აქვს ჩვენთან მეგობრობა, თანამშრომლობა, როგორც მამა, როგორც დედა, აი ესეთი კუთხით დაგვანახოს. ჩვენ ხო არ გავიქცევით არსად. საქართველოს ასეთია. მოკლედ ქართველებო, ყურადღებით იყავით, თქვენი შვილები არ გაუშვათ იქ, სადაც ძალიან ცუდი რამ ელოდება მომავალში. ბატონო, ეს ძალიან სწორია და მეც ბევრი მიფიქრია, აი რატომ არის, რომ დაუშვათ ისეთ ქვეყნები, რომ შევადაროთ ორი ქვეყანა, ჩინეთი და ამერიკა. ახლა ჩინეთმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია საინჟინრო მიმართულებით და შემდეგ. ამერიკის წარმატებები იცით, მაგრამ მაინც უზუსტეს ტექნოლოგიებში, აი ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიებში მაინც წინ არის ამერიკა და ევროპის ქვეყნები ზოგიერთი, ვიდრე ჩინეთი. თუმცა ჩინეთი ვიმეორებ. ყოველი 100 აბიტურიენტი და 20 მინდის საინჟინრო სპეციალობებს. მაღალ დონეზე, მაგრამ ულტრა თანამედროვე ზუსტ მეცნიერებებში ამერიკა წამყვანი. იმიტომ რომ აქ სწორად ბრძანა ბატონო გია. თუ ალბერტ აინშტაინი არ იქნებოდა თავისუფალი, ვერ შექმნიდა დიდ თეორიას. როცა გიტერმა ის აკადემიიდან გარიცხა, ის სადია გადაწავიდა ამერიკაში და მერეც ამიტომ მეცნიერს ჭირდება სრული თავისუფლება, რომ მან მაქსიმალურად თავისი ნიჭი გამოადგინოს. ბატონო კი ახლა 5 წუთი დარჩა და ჩვენ როგორც მრევლი, ახლა ხალხმა არ უნდა გაგვიყვოს, რომ ჩვენ ახლა მithumetet ნების ხვირა არის, ხუთშაბათია. მე ვისურვებდი, აი თქვენ მინდა თქვენი აზრი ბრძანოთ, რომ ერთხელ მაინც საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი სუფთა არჩევნები. რატო? თუ დაუშვათ არჩევნები კონკრეტულ უნივერსიტეტში, როცა ხელისუფლება თავის კომისარს ნიშნავს და აძალებენ აკადემიურ საბჭოს წევრებს, თუ ამას ხმას არ მისცემთ, გაგაგდებთ, თქვენ შვილს გაგიგდებთ და მაგრამ საუბარია საქართველოს მომავალზე. საქართველოს პატრიარქის არჩევნები ეს არ არის პატარა საქმე, ეს არის ისტორიული მომენტი, რომელსაც გავლენა ექნება 20-30 წლით და შემდგომში მერე კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ მე როგორც ერთი მეცნიერი რიგითი, ასევე მორწმუნე ადამიანი და მრევლი რიგითი, ვისურვებდი, რომ საქართველოს სინოდა, წმინდა სინოდმა აირჩიოს ის პიროვნება, რომელიც ყველაზე მეტად საქართველოს სამოციქულო ბატონ გიამ ბრძანა, მეხუთე ადგილზე ვიყავ. უნდა დაბრუნდეს. ეს ამოცანა უნდა შეასრულოს შემდეგმა პატრიარქმა. დიახ, და ამ სიტუაციაში მე მოუწოდებ ყველაზე უკეთეს, რასაც გააკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებას არ მოუწოდებთ. ის ყოველთვის იქნება ჩარეული ამაში. ის ეცდება, რა თქმა უნდა, თავის კაცი გაიყვანოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება შეუძლია ყველაზე დადებითი გააკეთოს, არ ჩაერევს არჩევნები. თქვენი აზრი ბატონო. პირველ რიგში ბატონო თემურ, კიდე გინდა ისტორიიდან გავიხსენო. კრემლის კარიბჭეს, სადაც თქვენ შეგბრძანდება ეს თავარია, ივერის ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული. ეს ხო იცის ყველა. ამ ივერის ღვთისმშობლის ხატმა გადაარჩინა მოსკოვი ბევრჯერ ტრისგან.
და რატომ ქვია ამ ლოცვას როცა კითხულობენ ისინი ზედაწერია მაგრამ ბევრმა იქმა რუსმა ეს არ იცის ნამდვილად მე შევამოწმე და ვკითხე ივერია რა არის მეთქი საერთოდ არ იცის ივერია რა არის საქართველოს ლოცულობს თქვენ რომ კარგად იყოთ და საერთოდ წარმოადგენა არ აქვს ნუ ყოველ შემთხვევაში მე რატომ ვაჩვენებ ამ გზას რომ სამხრივად სიყვარული არ შეიძლება ბატონო თემურ არამედ ორმხრივი უნდა იყოს თუ რუსეთში არის ის ინტელექტუალური ძალა რომელიც გარდაიქმნება და შესაძლებელია რომ საუკეთესო გახდეს მომავალში ნუ დაუშვათ ეს შესაძლებლობა იყოს ეხლა მე რას ვამბობ შემდეგ პატრიარხს ძალიან ძიმე როლი ერგება იმიტომ რომ საქართველოს კანონიკურად ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვიცით ბატონო თემურ რომ 1700 წლისა სახელმწიფოებრივად ქართული ქრისტიანობა მაგრამ დაახლოებით 1900 წლის ცოტა მეტიც ფაზისელი მარგენ ფაზისელის მამა პალმოსი იყო 65 წელს არჩეული ანდრია პირველწოდებულის ხელდასმით პირველ ეპისკოპოსად ეს ხო ისტორია ჩვენი აქედან გამომდინარე ჩვენ გვერგება სწორედ ის რაც ჩამონათვალში რიგით მეხუთე იყო ივერიის ეკლესია ჩვენ ეს დავიმსახურეთ არ დავიმსახურებთ არა ეს განსაზღვრა უფალმა თავად ღვთისმშობელმა ეს თანრიგი როგორა განსაზღვრული ეს საეკლესიო პირებმა თეოლოგებმა კარგად იციან მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ სურვილი აქვს კეთილ მეზობლობა მაშინ რუსეთმა უნდა დაგვითმოს ეს ადგილი და გადაინაცვლოს იმ ადგილი რაც მას ეკუთვნის აი საქართველოს პატრიარქი რომელიც იქნება შემდეგში და ამას აღასრულებს და გააკეთებს ამას ჩვენ დავიჯერებთ რომ ნამდვილად იქნება ქართული ეკლესია საქართველოს წიაღში ის რაც საქართველოს 2000 წლის განმავლობაში ქრისტიანულ სამყაროში ელოდება ის სიხარული რაც აუცილებელია ქართველი ერის ის რაც ივერიის გამწყინება ქვია სხვა შემთხვევაში ივერიის გამწყინება თეორიულად დაუშვებელია მადლობა და მე რომ ვთქვი რომ საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ რომ არ ჩაერიოს არჩევნებში ამის შემდეგ როცა ჩატარდება თავისუფალი არჩევნები პატრიარქის შემდგომში საქართველოს პარლამენტის თავისუფალი არჩევნები და მოსახლეობა დაიჯერებს რომ ეს ორი არჩევნები არის თავისუფალი მხოლოდ ამის შემდეგ ერი და ბერი ერთად დადგება ბოლომდე შემდგომში იქნება პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი ამ ორი პრინციპით უნდა გზა დაუთმოთ პროფესიონალებს ხელისუფლებისკენ შემდგომ პარალელურად შრომა და საქართველოს მხოლოდ ამ შემთხვევაში გაბრწყინდება კიდევ ერთხელ ბატონო გია მულოცოთ საქართველოს და ესე იგი სამ დღეში იქნება ბრწყინვალე აღდგომა და დარწმუნებული ვართ რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა რომელიც არის წინხედრი მარიამ ღვთისმშობლის რომელიც განსაკუთრებით უყვარს ღმერთს მაგრამ ჩვენ დიდი შრომით დიდი პატრიოტიზმით ბრძოლით თავისუფლებისკენ მოვიპოვეთ იმ ლამაზ ადგილს სადაც თავის დროზე ღმერთმა ჩვენ მოგიჩინა ეს კურთხეული მიწა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბრძანეთ ორ სიტყვას საქართველო არის უფლისა და მარიამ ღვთისმშობლის დედის კვართის ქვეყანა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ